გამარჯობათ მოგესალმებით ჩემო გამომწერებო, მოგესალმებით ყველას და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ერთი საჯარო შეკითხვა დამებადა, ასე შეიძლება ჩვენ როგორც რიგით ადამიანს მეტი არაფერი. ალბათ გაიგეთ ის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ აღძრა საქმე ძალიან ხმაურიანად საბოტაჟის ფაქტზე და ნანუკეს შეუარდნენ და ნანუკე იყო განსვიფრებული. ნანუკე ჟორჟოლია, თუ ნანულე, თუ ნანულა როგორც უძახიან, არ ვიცი. და მის მერე რა ხდება? სრული მდგომარეობა. ქვეყანაში თუ საბოტაჟი ხდება, ქვეყანაში თუ ქვეყანა თავზე გვექცევა, გვემხობა და ვაიდა დავიქეცით და დავიღუბეთ, იქ რა ხდება? მე კაცრო ტელეფონს ჩამოართმევ და გამოძიებას რო დაიწყებ და აყვირდები, ამით ეხლა ემა ჩათლახ ნანუკა ჟორჟოლიანს კი არ ვაправებ, მაგრამ ბიჭო, თავიდანვე რო კონცერტს თამაშობდით რა, ამხელა სიყალბეს რა. და ამდენი ხანია ამ დანაშაულთან გარიგებული რო ხართ ნანუკესთან და მის ქმართან და სააკაშვილთან და ყველასთან. და მარტო მაშინ რო გახსენდებათ ვიღაცის მიჯირყნა, როდესაც თქვენი პოლიტიკური ქულები უკანალში წავა. ერთი პერიოდი სააკაშვილის რეიტინგიც მაგარი იყო. როგორც კი დაიწყო მისმა რეიტინგმა უკანალში სვლა, იმ წუთას დაიწყო დაახლოებით მაგარი საქმეების კეთება, ოქროაშვილს სახლებიდან გამოყავდა ხალხი ტიტველი, კიდე რამდენი ერთი გავიხსენო. ძალიან ბინძურად ედებოდით ამ პოპულისტურ თემებს თქვენ ბატონო. ხო და ანალოგიურს აკეთებთ ეხლა. უბრალოდ რანაირი მომენტია, იცი, ეძებთ ისეთ ობიექტებს, რომლებიც საზოგადოებას არ უყვარს და გავიგეთ ეხლა რომ ნანულა ჟორჟოლიანი ხალხს არ უყვარს და არ შეიძლება უყვარდეს მაგი და მის თანანინი, მაგრამ საერთო ჯამში ამითი ნანუკე ჟორჟოლიანი კი არ ზარალდება. ამითი ზარალდება მთელი საზოგადოება, რომ შედის სიყალბეში, იმიტომ რეალურად თქვენ არაფერს არ აკეთებთ. თქვენ იყენებთ კანონს, იყენებთ ხელისუფლებას, მაგრამ რეალობაში თქვენ არ ახორციელებთ საზოგადოებრივ ინტერესებს, თქვენ ერის ინტერესებს არ ემსახურებთ. ეს არის უბედურება. ახლა შეხედე ზოგი იტყვის აქედან ქოც პროპაგანდონი, რომ სულ რაღაც 2 დღეა დაიწყო საქმე და მალე ყველაფერი თავის ადგილს ნახავს და მალე დედას უტირებენ და მალე ეს გამოძიება დასრულდება. რამდენი გამოძიებებია საქართველოში დაწყებული ქართული ოცნების დროს და რამდენი გამოძიებები მიდის და ასე უსასრულოდ გრძელდება კოსმოსში და პასუხი არავინ არ იცის, არც კი და არც არა და ესე თავდა მკვლელობების საქმე არის, რამდენი გამოუძიებელი, რამდენი პასუხგაუცემელი შეკითხვები არის. ზოგი ბაჩალიაშვილის თემას ეხებოდა იქ, არ ვიცი, საოცარ ვითარებაში რო გაქრა. ეს გოგო რა საქართველოს მოქალაქე იყო, ვინმესთან თანამშრომლობდა, არ თანამშრომლობდა, საზოგადოებას კითხვები აქვს დღემდე. ძალიან ბევრი ამბებია, ძალიან ბევრი მკვლელობებია ქართული ოცნების დროს. შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს რა, მაგრამ რომ გაქრება შენი საზოგადოებიდან კაცი და ბურუსშია მისი ამბავი, ხო? მე ახლა არ უნდა გაგიკვირდეს ისეთი რაღაცა შეკითხვა დასვა, აი ნანუკეს თემა რატო არავინ არ მოიკითხა. დაჭირდათ, აყროლდა სიტუაცია და მე ჩაცხა, აი ქვაფთან ზიან რა, ქვაფთან. და როგორც უნდა ისე აკონტროლებენ დუღილის პროცესს. არ არის ეს ნორმალური, არ არის ეს მისაღები. და არ არის ეს რასაც ჩვენი საზოგადოება ელის. აი ეს ამის თქმა მინდა რა და დარჩეს ეს შეკითხვა ღიად. დარჩეს ეს შეკითხვა ქართული ოცნების პროპაგანდონებისთვის, თუნდაც ჩემი კილიგის, ჩემი ზოგს არ მოწონს, თუმცა ჩემი თმისფერი არ მოწონს, თვალისფერი არ მოწონს, ჩემი წონა არ მოწონს ზოგს. დარჩეს რა, მაგათ სალანძღავად ჩემი თავი, მაგრამ სიმართლე უკვდავი იყოს და გაიაზროს ხალხმა, რომ ეს ყომარი ქართული ოცნების კაზინოში კიდე ინტელექტუალები ზიან, კაცო მე მინახია მონაკოში და იმაში ესეთი კატეგორია შედის, რა. ესენი არიან უბნის ყომარბაზები. უბნის ყომარბაზებში გაყიდული ქართული ერი. ამ ვაჭრუკანებში ნამდვილად რა და დარჩეს ეს შეკითხვები მათ გულზე პასუხ გაუცემდა და მე მჯერა და მე მწამს ამისი რომ სიმართლე აუცილებლად დაანგრევს ამათ. სხვა მეტი არაფერი რა, ვერც ტყვია, ვერც ძალა, ვერც იმიტომ ქართველი ერს მაგხელა ძალა არა აქვს ამ იდიოტებს და ამ ყომარბაზებს მოერიოს. სიმართლეს აქ არსებაა მისი გრძელი, просто ვერაფერს ვერ უზამენ ჯერა, იმიტომ რომ მარადისობის კანონია სიმართლე. და არ არის ეს აბსტრაქცია. ეს არის კაცობრიობის ბუნებრივი და ხელმოუკიდებელი
ღირებულება, სიმართლე, რომელიც ყოველთვის ცოცხლობს, ყველა ეპოქაში და ყველაფერზე იმარჯვებს. ასეთია მისი ბუნება და სიმართლის ფესვზეც ვერ იხარებს ბოროტებას სხვათა შორის. აი ეს მინდოდა მეთქვა.